სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. წმინდა დიდი მღვდელმთავარი და საგვირელო მოქმედი და მსწავლშემწე ნიკოლაოსი ისევე საგვირელად მოევლინა წუთისოფელს, როგორც ვთქვათ, წმინდა პატრიარქი ისააკი, დიდებული ნათლისმცემელი იოანე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, ქრისტე მართალთა მშობელთაგან. წმინდა ნიკოლოზის მშობელიც თეოფანე და ნონა ბერძნი იყვნენ, არ ჰყავდათ შვილი, დიდად განიცდიდნენ, ღმერთს ებედრებოდნენ, ასაკს იყვნენ მიწეული, მაგრამ მათი ვითარცა მართალთა ლოცვაი მართლაც არა დაღვარდა წინაშე ღვთისა, როგორც ფსალმუშია ნათქვამი. დაი მუცლადილო მართალმა ნონამ და იშვა მისგან ნიკოლაოსი, რომელმაც შობისთანავე პირველი სასწაული მოახდინა. კერძო დედამისი, რომელიც მძიმედ იყო ავად. ესე იგი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი უშვილობისა, არა მარტო ასაკი, არამედ და სიბერძე, არამედ ავადმყოფობა, მერცაშინა როგორც კი იმშობიარა, განიკურნა სნეულებისაგან. მაგრამ ესეც არ იყო ყველაფერი. როდესაც მესამე დღეს მოსანათლად წაიყვანეს ჩვილი ნიკოლოზი, აქაც სასწაული მოხდა. ხელდაუხმარებლად 3 საათის განმავლობაში იდგა ემბაში, როდესაც ის ჩასვეს ნათლისღებისთვის ემბაზის შურჯელში. ამიტომ თითქოს ყოვლადწმინდა სამება ღმერთს ადიდებდაო. 3 საათი იდგა რა ემბაში ხელშეუხებლად. მერმე და მერმე გამრავლდა სასწაულებიც. სიყრმიდან იჩენდა ასკეტურ ცხოვრებისადმი მიდრეკილებას. აი მაგალითად 4 შაბათ პარასკევს წუხრამდის დედის ზუზუს არ იღებდა, ძეს არ სვავდა. ძველად ალბათ თქვენ იცით, დღის ათვლა ხდებოდა არა შუაღამის 24 საათიდან, არამედ წუხრიდან. ესე იგი, როგორც კი წუხრი დადგებოდა 4 შაბათ პარასკევისა, ანუ მთავრდებოდა რა მართვის დღეები, დღეში ერთხელ ამ დროს წუხრიდან იღებდა. თქვენ იცით, რომ დიდი და წმინდა მამები, ასკეტები დღეში ერთხელ იღებდნენ საძრდელს წუხრიდან. ესე იგი, სიჩოიდგან არა თუ სიყრმიდან ბაძავდა ამ წმინდა და ღმერთშემოსილ მამებს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ხედავდნენ დედაც, მამაც და ახლობლების და ღმერთს დიდებას აძლევდნენ ამის გამო. მასში ამ ახლაჩუბილ კარმაში ჭრედნენ ღვთის სათნომყოფელს, მაშინვე. გარდა მაგისა, მთელი დღის განმავლობაში ის იყო ქრისტეს ეკლესიაში. თუ ლოცულობდა, თუ ეკლესიას ალაგებდა და ასე შემდეგ, ანუ მსახურობდა ამ სიტყვის მაღალი მნიშვნელობით, ხოლო საღამოთი წმინდა წერილს კითხულობდა და ლოცულობდა და ეძინა ძალზე ცოტა. თქვენ იცით, რომ დიდი ასკეტი მამები მხოლოდ 2 ან 4 საათი იძინებდნენ. ესე იგი, როგორც იყვნენ ხოლმე ხარც უხდიდნენ ადამიანურ ბუნებასა და უძლურებას. ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი, როგორც ქრისტე მაცხოვარზე ამბობს, ისიც იძინებდა, ანუ ყველაფერი მეიღო ადამიანურ ბუნებიდან გარდა, ცოდვა მათ შორის ადამიანური სისუსტეებიც მიიღო, იძინებდა, რათა ძილი ეკურთხებინა. თითქოს წმინდა ნიკოლაოსთან ასევე ხდებოდა. სიყრმიდან იძინებდა ისიც ბუნებას ხარკს უხდიდა ადამიანურ უძლურებას, რათა ძილიც ეკურთხებინან. ბიძაი წმინდა ნიკოლოზისა, ასევე ნიკოლოზი იყო ქალაქ პატრის ეპისკოპოსი, სადაც იშვა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაოსი. მას ახარებდა, რომ მისი ძმისწული ეგევითარი მოშურნე იყო სიჩოიდგან სარწმუნოებაში. და ჯერეც პატარას ხელი დაასხა საკურთხევლის გარეთ, ჯერ ნათეთ, მერმე წიგნის კითხველად, შემდეგ სამღვდელო დიაკვნად და ბოლოს პრესვიტერად, ანუ მდლად. არ არის ნათქვამი, ესე იგი, წმინდა ნიკოლოზი, თქვენ იცით, რომ ვიდრე ადამიანს ხელს დაასხავენ სამღვდელო დიაკვნად, უნდა გადაწყვიტოს მან, ესე იგი, დაუჯახდება თუ არა, ეს მერმე არ ხდება. როგორც ჩანს, წმინდა ნიკოლოზი ეს მისი ცხოვრებიდან აშკარად ჩანს, არასდროს არ დაუჯახებულა. შობისთანავე იყო შეიძლება გადაჭარბების გარეშე იყოს ბეღლომოსონი.
კიდევ ერთი საოცრება მოხდა მის სიღრმეში, როცა მეტნაკლებად შეემატა წლები, არ ვიცი 4 თუ 5 წლის იქნებოდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის მასწავლებელი აეყვანათ, რომელიც წერა-კითხვას ასწავლიდა და ამ პანს საერთოდ ადამიანური ცხოვრებისა. ძალიან ბევრს მჭობდნენ თეოფანე და ნონა, ვინ ყოფილიყო მისი მოძღვარი. ხან ერთზე შეჩერდებოდნენ, ხან მეორეზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ წვედნენ. და იყვნენ ამ გასაჭირში რა და უმზერდა რა მათ წმინდა ნიკოლაოსი პატარა ყრმებრივი ენით დამარხლი ტიტინით წარმოსთქვა თავისი მომავალი მასწავლებლის სახელი. და არ იკითხავთ ვინ აღმოჩნდა? წირმონაზონე. ესეც სასწაულია, რომელმაც ასწავა მას არა მარტო წერა-კითხვა ამბანი, არამედ ამბანი ბერმონაზონური ცხოვრებისა, რომელსაც ისედაც აჩენდა, როგორც უკვე მოგახსენეთ. ასე და ამგვარად საბოლოოდ ხელი დაესხა პრესვიტერად და როდესაც ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა აკურთხა იგი პრესვიტერად უღლად, იყო რომ სულიწმინდის მოქმედების ქვეშ, როგორც წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია ნათქვამი, ღვთის მადლი წარმოთქვა და არა თვისით და არა მეტადრე როგორც ბიძა. გიხაროდე დღეს ქრისტიანობის ცაზე კიდევ ერთი მოკაშკაშე ვარსკვლავი აღმოწყინდა. ბედნიერი და ნეტარი იქნება ის მრევლი, რომელსაც ეგევითარი პრესვიტერი ეყოლება. ეს იყო წმინდა ნიკოლაოსი. მშობლები რა კი ასაფში იყვნენ, როდესაც ეს სიხარული, ესე იგი, შვილიერებისა, ადრევე გარდაიცვალნენ წმინდა ნიკოლოზის შობიდან. დიდი ხანი არ გასულა, რამოდენიმე წელიწადი სულდა. იყვნენ საკმაოდ შეძლებული ადამიანები და წმინდა ნიკოლაოსმა ყველაზე კარგი გასავალი მისცა მშობლების დანატოვარ მემკვიდრეობას, სიმდიდრეს. გლახაკების, კრივობლების და გაჯერებულების ხელში. ნიშანდობლივია და ამან განუთხვა თავდაპირველად სახელი განსაკუთრებით წმინდა ნიკოლაოს. იმავე ქალაქში, პატრში იყო ერთ-ერთი ვაჭარი კაცი, რომელიც დროთა განმავლობაში ჟანთა ვითარებისაგან ესე იგი გაკოტრდა, გაღატაკდა, პურის კი არ ეპოვებოდა, ყავდა 3 ქალიშვილი და არ იცოდა როგორ ერჩინა ისინი და ბოლოს სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, რომ საროსკიპოში მიებარებინა ქალიშვილები. ლოცვის ჟანს შუაღამისას წმინდა ნიკოლაოს გამოუცხადა ღმერთმა, რომ ასეთი საზარელი გადაწყვეტილება მიიღო ამ მოქალაქემ. სასწრაფოდ იმავ ღამეს შეწყვიტარა ლოცვა, ესე იგი გაეშურა მისავებული სახლისკენ და ჩუმად ერთი კისა ოქრო გადაუვდო. გათენებისას, როდესაც დააპირა, რომ საროსკიპოში წაეყვანა ქალიშვილები, მოულოდნელად ნახა, რომ ესე იგი ტოპრაკი დევს მის სახლში გახსნა და ხედავს, რომ ოქროა. გახარებულმა მადლობა შესწირა ღმერთს და თავისი უფროსი ქალიშვილი უმოკლეს დროში გაათხოვა და მზითებად ეს ოქრო გაატანა. ასე განმეორდა სამჯერ წმინდა ნიკოლაოს ცენცნო, რომ 3 ქალიშვილი ჰყავდა. ამებარებას აპირებდა საროსკიპოში და ასე და ამგვარად 3-ვე ქალიშვილი გაათხოვა და გარდა მაგისა ასთან მძიმე სასიკვდინე ცოდვებს, რომ ესე იგი შვილები მიეპარებინა საროსკიპოში. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა გადაწყვიტა, რომ წმინდა მისცა მოელოცა ბიზანტიისმა, ხოლო თავის ნაცვლად ეპარქიაში მმართველად დატოვა თავისი ძმისული წმინდა ნიკოლაოს საკვირველთ მოქმედი და მან აჩინებულად გაართვა თავი და კიდევ უფრო შეაყვარა მრევლს თავისი ქველმოქმედებით, კეთილგონიერებით, სიმშვიდითა და სიბრძნით. ყრმა ბრძენი იყო სიჩოიდან, როგორც მის ცხოვრებაშია ნათქვამი. ხოლო როდესაც ბიძა დაბრუნდა პილიგრიმობიდან, ამჯერად წმინდა ნიკოლოზმა აიღო ლოცვა-კურთხევა მეუფე ნიკოლოზისაგან, რათა მოელოცა წმინდა მისცა. ჯერ კიდევ გზაში მოხდა საოცრება, როდესაც ესე იგი გემი მიაპოვდა ტალღებს მელთაშუა ზღვაში, მოულოდნელად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, მეზღვაურებმა ესე იგი იწყეს ძალისაებრო ზრუნვა, რათა გემი არ ჩაძირულიყო. ერთი მათგანი ავიდა ანზაზე, მაგრამ ქარმა ის ძირ ჩამოაგდო და სასიკვდინედ დალეცა. ყველანი გლოვა კილოს მიეცნენ, მისი მეგობრები, მეზღვაურები პიროპოვლისა შეწუნდნენ გემბანზე მყოფი მგზავრების, ხოლო წმინდა ნიკოლაოსმა შეებრალა რა ისინი ქრისტეს მიერი სიყვარულით ილოცა რა, ფეხზე დააყენა დასრულებული მეზღვაური.
ჯერ ისედაც კეთილ მოგრძალებას იჩენდნენ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე და როგორც ის იქცეოდა ნაოსნობისას და ახლა მეტადრე ამის შემდგომ აღადგინა რა მათი ესე გარდაცვლილი მეგობარი წმინდა ნიკოლაოზი, რომელიც ჭვრეთდა ადამიანის სულიერ მდგომარეობას და მათ შორის ამ მეზღვაურებისა, რომელიც საკმაოდ მძიმე მეძავ და ასე შემდეგ ცხოვრებას მემთვრალეობისა ეწეოდნენ, წმინდა ნიკოლოზმა ისინი სიყვარულით ამხილა ცოდვებში დაარიგა და დალოცა წმინდა ცხოვრებას და ღვთის მადლით მართლაც მათ მიატოვეს ამათი ცოდვილი ცხოვრება. ასე და ამგვარად ჩავიდნენ წმინდა მიწაზე. პირველ ყოვლისა წმინდა ნიკოლოზმა მიაშურა ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის ადგილს გოლგოთას მოილოცა სასუები და მერმე ყველა ის ადგილები, სადაც ჩვენ სულფავს ფეხი დაუდგამს და არაიმენაირად ცნობილი იყო ეს ადგილი, ესე იგი სახარებისეულ ისტორიასთან მიმართებაში. ასე მაგალითად, როდესაც შუაღამისას სიონის მთაზე ავიდა, სადაც ტაძარი იდგა, იმ ხანად აღმოჩნდა, რომ ტაძარი დაკეტილი იყო, შუაღამე იყო. მაგრამ წმინდა ნიკოლაოზი ვინ იყო? ეს ადამიანურად ვთქვათ, ტაძარმაც იცოდა, კარები თავისით განიხილეს. ეს ადამიანურ სიკვდილში თავისით არაფერი არ ხდება. ღვთის ანგელოზებმა, ტრაპეზის მცველმა და მფარველმა განუყნა კარები ამ დიდ მღვდელთა, მომავალ დიდ მღვდელთა, ჯერეთ პრესვიტერი იყო, როგორც მოგახსენეთ. მისი სახელის ნიშანდობლივია ღვთით ეწოდა მას ნიკოლაოზი, რაც ქართულად რომ ბერძნულიდან მფარველად ნიშნავს ხალხებზე გამარჯვებულს, ანუ ადამიანურ ბოროტებებზე გამარჯვებულს, რასაც აღასრულებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრისტეს სახელის მოწოდებით და თავისი წმინდა ცხოვრებით. მოკლედ, შეიყვარა ეს წმინდა ადგილები და სანახები ნიკოლაოზის სულმა და მან გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ უდაბნოში განმარტოებული იყო ასკეტური ცხოვრებისაც, მაგრამ ერთხელაც ლოცვის ჟამს მას გამოცხადება ჰქონდა გლოსულალია ზეციდან ხმა, რომელიც უბრძანებდა, რომ ერში დაბრუნებულიყო, ანუ თავის სამშობლოში და მართლაც სრული მორჩილებით აღასრულა ზეცით გამობრძანებული წმინდა ნიკოლაოზმა და დაბრუნდა თავის სამშობლოში, თუმცა არა ქალაქ პატარში, არამედ სხვა ქალაქში. აქ ის ერთ-ერთ საძმოში განმარტოვდა, არა უდაბნოში, არამედ მონასტერში, სავანეში. მაგრამ ღმერთმა არ სათნო იჩინა, რომ ის ყოფილიყო დამარხული რომელიმე ან უდაბნოში, ან მონასტერში და კვლავ ერთხელ გამოცხადება, ამჯერად არა მარტო გლოსულალით, არამედ სახეობრივად გამოცხადება მისცა. კერძოდ იხილა, რომ ლოცვის დროს როგორ გადასცა წმინდა სახარება ქრისტე მაცხოვარმა წმინდა ნიკოლაოზს, ხოლო ღვთისმშობელმა მარიამამ მას მხრებზე მღვდელთავრის ომოფორი დააფინა, რაც იყო წინასწარმეტყველება იმავე დროს, რომ მღვდელთავარი შეიქმნებოდა და ღვთის სიტყვის უბადლო მქადაგებელი, სახარების მქადაგებელი იქნებოდა. ამასობაში დაქვრივდა ნეოკესარიის, ქალაქ ნეოკესარიის კათედრა, გარდაიცვალა ეპისკოპოსი, შეიკრიბეს საგანგებოდ იმ ხარის ეპისკოპოსები, მკაცრი მართვა დაიჭირეს, გულქურვალე ლოცვებს აღულებდნენ უფალს, რათა მიენიშნებინა თუ ვინ უნდა ყოფილიყო, ესე იგი აღსაყდრებული მიროლოგიის კათედრაზე. და ერთ-ერთ უხუცეს ეპისკოპოსს მათ შორის ჰქონდა გამოცხადება, ძილსა შორის, რომელმაც უბრძანა, რომ დამდგარი იყო ეკლესიაში, საკათედრო ეკლესიაში, კარიბში, ვინც პირველი შემოვიდოდა ტაძარში, ის ჩემი რჩეულიაო, მიმართა უფალმა გამოცხადებით და მას უნდა დაასხა თხელი. ეს მთნავს, ანუ მომწონს მე, რათა იგი აკურთხოთ ეპისკოპოსად. მართლაც ეს გამოცხადება აღმოჩნდა, რომ ორ-სამ სხვა ეპისკოპოსსაც ჰქონდა, ისინი შეიქმნენ და ესე იგი ეს ეპისკოპოსი და მასთან შორი ახლოს სხვა ეპისკოპოსების დადდნენ. ეს ამბავი მალე მოედო ქალაქს, თითქმის მთელი ქალაქი დაიძრა საკათედრო ტაძრისკენ და მართლაც ჩვეულება ჰქონდა სიყრმიდან წმინდა ნიკოლოზს, რომ პირველი მიდიოდა ტაძარში, როცა იხსნებოდა და უკანასკნელი ტოვებდა ტაძარს. სიყრმებრივი ჩვეულებით, რომელიც ქართული ანდაზაოს რჯულზე უმკიცესიაო, ის არათუ მოვიდა ტაძარში, არამედ გახდა მღვდელთავარი. თუმცა ამას როგორც ვიცით მისი ცხოვრებიდან ის არ ეძებდა, მაგრამ იყო სრული მორჩილი. იგი ღმერთს სათნო ეყოფოდა დიაგნობაშიც, ერისკაცობაშიც, მღვდლობაშიც და მღვდელთავრობაშიც. წმინდა ყოველგან. ერთი სიტყვით, როდესაც წმინდა ნიკოლოზმა შედგა ფეხი სტუაში ეკლესიისა, ეპისკოპოსმა უხუცესმა მოკიდა ხელი და დაეკითხა, შვილო,
რა არის შენი სახელი? რატო დაეკითხა სახელი? იმიტომ რომ გამოცხადებით უფალმა უთხრა რომ ნიკოლაოსი ერქმევოდა მას. ნიკოლოზია შენი მონა თავდახრილმა უპასუხა წმინდა ნიკოლოზმა. გულში ჩაიგრა ეპისკოპოსმა, დააყენა ეპისკოპოსებს შორის და უთხრა ღვთის ნებითა და ბრძანებით ეს არის ჩვენი მთავარ ეპისკოპოსი. და მართლაც ესე იგი აკურთხეს იგი და დაადგინეს. წმინდა ნიკოლოზ მხოლოდ ერთხელ გაბედა რომ შეწინააღმდეგებოდა. აასხამდნენ ახალ მღვდელმთავარს, მაგრამ მერვერაგი დაჟინებით ითხოვდნენ და ბოლოს ამცნეს რომ ღვთისნებას ასრულებდნენ, ამით წმინდა ნიკოლოზი ღვთისნებას აღარ აკურთხა წინ. და იყო ერთ-ერთი უჩინებულესი მღვდელმთავარი იმ კათედრაზე და არა თუ იმ კათედრაზე სრულიად ქრისტიანობის ისტორიაში. მან გაამრავლა მოწყალების საქმეები, ღვთისმსახურები, კერპებს საკუთარი ხელითაც არ ღვევდა, ტაძრებს ესე იგი აღაშენებდა და ერთ სიტყვით მიმოსდებდა მთელს იმ მირონ ლუკიას ღვთის სიტყვას. მის გადაგებას ხშირად ახდა სასწაულებიც. იგი სასწაულებს თანაბრად ახდენდა სიცოცხლეშივე არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზე და მოგვიანებით როცა ესე იგი საჰაერო მიმოფრენა დაწესდა ჰაერშიც იქიდან აქამდე ახდენს სასწაულებს. ამიტომ როგორც ზღვის ნაოსანი ეგრეთვე ჰაერისა თავიანთ მფარველად თვლიან წმინდა ნიკოლაოს და ხშირად მისაუბრე ასეთებთან დროდადრო და მან თვითონ უღიარებიათ რომ განსაკუთრებული სასწაულება, იმიტომ რომ თავად ზღვაზეც და ჰაერში წმინდა ნიკოლოზმა უამრავი სასწაულები მოახდინა. წმინდა ნიკოლაოსი მისი პატიოსანი ცხოვრების გამო წარგზავნილი იქნა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე, სადაც თქვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო არიოზის წვალებლობის განხილვა და მისი დაგმობა. და როდესაც ესე იგი წმინდა ნიკოლაოსი სხვებთან ერთად დიდი მამები იყვნა, მაგრამ ათანასე დიდის იყო ამ კრებაზე. და როდესაც ესე იგი არიოს ელაპარაკებოდა მართლმადიდებლური ჭეშმარიტებას და არიოზე ღვთისმგმობელობდა, წმინდა ნიკოლაოსი ტროპარში დაწერია ხატია სიმშვიდის, სახია სიმშვიდის ვერ დაითმინა ეს მკრეხელობა და სამღვდელმთავრო კვერთხი ჩაარტყა მას. სხვა გადმოცემით ცილა გააცნა სახეში. ერთის შეხედვით მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მას ომოფორი მოხსნეს, ანუ მღვდელმთავრობა შეუჩერეს და ესე იგი გოდოლშიც კი გამოკეტეს, დააპატიმრეს. ის გოდოლი დღემდე არსებობს თურქეთის დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე და თვით თურქები, მუსლიმები თაყვანს ემენ წმინდა ნიკოლოზს, ხშირად მივლენან ამ გოდოლში და ევედრებიან, როცა მათ აქვს ამისი საჭიროება. იმავე ღამეს, როდესაც იგი ჩაამჯდეს გოდოლში, ერთ-ერთ ეპისკოპოსს განგზავნეს მათ შორის ჰქონდა გამოცხადება ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რომელმაც ამცნო რომ ამით წმინდა ნიკოლოზმა კვერთხი რომ ჩაარტყა არიოს სამღვდელმთავრო, მისი ნება აღასვლა, რადგან მე ვერ დავითმინე ჩემი ყოვლადწმინდა დედის შეურაცხყოფა და უგულებელსყოფა. თქვენი ცით მოდი აქვე დავსვენ, როგორი საბრალობელი დასასრული ჰქონდა არიოს ამ ერესიარხს წვალებლობის დამაარსებელს. საბოლოოდ ამ კრებამ განკვეთა იგი, დიდი სასწაულების მოხდა, მაგალითად სპირიდონ თრივიტუნტელიც იყო ამ კრებაზე და ნიშნად იმისა, რომ ღმერთის სამობით იდიდება არიოზის სამხილებლად, ესე იგი სამად აქცია აგური. ამ სასწაულმაც ვერ იმოქმედა არიოსზე. იყო ჯიუტი ადამიანი, თვითდაჯერებული სიჯიუტი არის ამპარტავნების, შინაგანი ამპარტავნების ერთ-ერთი გამოხატულება. როდესაც კრებამ განკვეთა არიოსი და შეაჩვენა მისი სრულმოძღვრება და დაწვეს მისი ამაო წიგნები, თავად იგი გადასახლებული იქნა შორეულ ქვეყანაში. გზად მუცელი ასტკივდა. შველ კარისკაცებს სთხოვა, რომ საპირფარეშოში მიეცადება, რომ შესულიყო. შევიდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა. დაეშვნენ ჯარისკაცები, ჯერ კარზე მიუკაკვნეს, შემდეგ შეადეს და რა ნახეს, რომ არიოზი ნახევრად გაშიშვლებული ენით იყო ჩამხობილი არაწმინდებაში, ექსკრემენტებში. და ესე იგი ეკლესიის ისტორიაში ნათქვამია, რომ რაც ჰქონდა მთელი ცხოვრება ენაზე,
სწორედ იმაში დაამთავრა თავისი ზაღლომანდური სიცოცხლე არიოსმა. არ გასულა დიდი ხანი და აი დიოკლეტიანემ აღძრა დევნა ჩვენ სარწმუნოებაზე. მათ შორის შეიპყრეს ქრისტეს უშიშრად ქადაგებელი ნიკოლაოზიც და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოკეტეს ციხეში, მაგრამ აქ ის იყო ხატი სარწმუნოებისა ყველასათვის. ესე იგი შერყეულოდ განამტკიცებდა და დაცემულოდ წამოაყენებდა არა მარტო სიტყვით, არამედ პირადი მაგალითით, ხოლო მართლმადიდებელს კიდევ უფრო უღრმავებდა სარწმუნოებას. მტკიცედ განლობა ეს პრობილების წლები და განმარჯვებული ადამიანურ ბოროტებაზე გამოვიდა და დაბრუნდა თავის ეპარქიაში და უდიდესი სიხარულით მიიღეს სულიერმა შვილებმა მათი სანატრელი მღვდელმთავარი საკმაოდ დიდხანს იცოცხლა წმინდა ნიკოლაოსმა და მშვიდობით მიიცვალა უფლის მიმართ, მაგრამ თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ არსებობს განსაკუთრებული დღესასწაული წმინდა ნიკოლაოსის წმინდა ნაწილთან მიროლუკიიდან ქალაქ ბარში გადასვენებისა. თქვენ იცით რა სასწაულები ახდა. ესეც ღვთის მიშვებით იყო არაბობა რა დადგა და მოაოხრეს ბევრი ტაძარი, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის სამარესაც შესაძლოა ეს ბედი დატკბოდა, ამიტომ მორწმუნეებას თაგანგებოდ იცავდნენ. ყოველდღიურად დღეს და ხამ მცველები იყვნენ ბერები, კერძოდ მიჩენილები. და აი ქალაქ ბარიდან ჩამოსულმა სოდაგრებმა და ნავოსდებმა წარიპარეს, მოკლედ რომ გითხრათ, მისი წმინდა ნაწილი და ერთ-ერთი ახალგაზრდა ესე ბუნებით ტემპერამენტული იყო, ფიცხი იყო, აღარ დაუცალა სხვებს, აღარ დაელოდა სხვებს, ჩაამტვრია სამარის ქვა, ლუსკუმა და რა აღმოჩნდა, რომ ეს ლუსკუმა სურნელოვანი მირონით იყო სავსე, რომელშიც წმინდა ნიკოლაოსის უხსნელი ნაწილები ლივლებდა. და მათ წარიტაცეს ფაქტიურად იმიტომ რომ ბარელებმა დიდად განიცადეს, ევედრებოდნენ, რომ მათი მფარველი წმინდა ნიკოლაოსი დაეტოვებინათ, რომ ყოველსაუკვე ზღვაში შესურეს ბარელებმა, მაგრამ ნუგეშად ისიც ჰქონდეთ, რომ მისი ლუსკუმა და დარჩება მირონით ავსებულიო, გადაზახეს ბარელებმა იქაურებს. სურს რამოდენიმე სასაული ძველი და ახალი გავიხსენო წმინდა ნიკოლოზისა და მათ შორის ის, რაც მე შემეთქვა და რის გამოსდა როგორ ის გახდა ჩემი მფარველი. ასე მიმაჩნია და რატომ ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. არის ეს იყო ესეთი მდინარე ტანისი, დღევანდელი დონი, სადაც უწინ ძველთაგანვე ჩვენ წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ბერძნები. მოსახლეობა იყო საკმაოდ დიდი ბერძნული და ერთ-ერთ დასახლებაში გადაწყვიტეს, რომ მოელოცათ მიროლუკიაში წმინდა ნიკოლოზის წმინდა სამარე და ევლოგიათ რაიმე წამოეღოთ, ან მირონი, ან ზეთი კანდელიდან და სხვა. და როდესაც უკვე გამგზავრებას აპირებდნენ, გემში უნდა ჩამსხარიყვნენ, ერთ-ერთი ეშმაკმა მიიღო დედაკაცის სახე, ქალის სახე, ეჩვენა მათ და ესე იგი სთხოვა, რომ მე მოხუცებულობის დედაკაცური უნძლურების გამო არ შემილია ასეთი ხანძლივი ნაოსნობა, აგერ ზეთი მომიტანია და თუ შეგიძლიათ ეს ზეთი შესწირო წმინდა ნიკოლოზს, როცა სამარეს მიახლებით და კანდელში ჩაასხა. სინამდვილეში ჯადოქრობა იყო გაკეთებული აბსოლუტური ეშმაკის ერთ-ერთი ჩეულის ჯადოქრის ჩხიბავის მიერ და რომლებიც დღესაც გამოჩნდნენ თბილისის დედაქალაქში ამ ეგრეთ წოდებულ პროტესტში, ამითაც აჩვენეს, რომ ეს მოძრაობა თავიდან ბოლომდე არის სატანური, საეშმაკო. არა მარტო იმით, რომ რიტუალურად დაწვეს კუბოში ფიტული და ესე იგი მაცხოვრის გამოსახულები, აი აშკარად ჩხიბავები არიან, რომლებიც რიტუალებს ასრულებენ. არის თქვენ ნახეთ თუ არა ეს კადრები, ახალგაზრდებს ეს ჩხიბავი წრეში აყენებს, თვითონ ესე იგი მიმართავს თავის მამას, ეშმაკს, რიტუალებს ატარებს და თითქოს დამით ისინი უფრო გაერთიანდებიან. ანუ ეს და სხვა ნიშნები, გარდა იმისა, როგორც ისინი იქცევიან, ავლენენ ყველაფერი ეს ყოველგვარი მჭერმეტყველების გარეშე ამოწმებს, რომ ისინი ბოროტისგან არიან აღმორგებულები. ამიტომ დასრულდება მათი აღმორგებაც. სიმართლისა და ჭიშმარიტების გამარჯვება. და საქართველოში ვერ იმძლავრებს საბოლოოდ ვერ ჩრდილოეთი და ვერც დასავლეთი. დღეს მათი ბოსების საამებლად რომ იყვან ამ ეშმაკეულობას. მოკლედ არანაირი ეჭვი არ ჰქონდათ რა ბერძნებს ჩამოართვეს ამ დედაკაცს მათი აზრით. ეს ზეთი ფის მადლით ფიქრობდნენ გაეცურათ სხვაში, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი შესულები იყვნენ სხვაში ნაოსნობის, როდესაც საშინელი
ქარიშხალი ამოვარდა ისე რომ გემს დამსხვრევით ელოდებოდა და გემბანზე ყოფ დაგუბრით. და როცა უკვე წარეწირათ ამის იმედი, მოულოდნელად დაინახეთ რომ ზღვის აფოფრებულ ტალღებზე ნავია ნამში წმინდა ნიკოლაოსია, რომელმაც გადმოზახა და გაამხნევა და უთხრა რომ ზეთი რომელიც გამოართვეს აუცილებლად უნდა მოიშორო, სხვაში გადააგდო, თუ არა და ყველა დაიღუპებიან. ამ სასწაულებით თავ დავიწყებაში ჩავარდნილება აიღეს და ეს ზეთი სხვაში როგორც კი გადააგდეს, ზღვა მაშინვე დაწყდარდა და შვიდობით ჩავიდნენ თაყვანისის წმინდა ნიკოლაოს მადლობა გადაუხადეს გადარჩენისათვის და უკან მობრუნდნენ. თქვენ იცით რომ არის ერთ-ერთი წმინდა მამა პეტრე ათონელია, რომელიც ერთ-ერთი პირველი მემკვიდრეა მოსახლეა ათონის წმინდა მთისა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობაშია. მოგეხსენებათ, გარკვეულ დროდაშავამდე ვიდრე ივერის ღვთისმშობელი არ დატოვებს, იქნება მისი მფარველობაში. Ქვეშ რა დატოვებს ივერის ღვთისმშობელი ამ ნახევარკუნძულს ზაფხითა და მიწისძვრებით ჩაიძირება ხმელთაშუა ზღვაში 20-ვე სავანები მასთან ერთად. და უწინ ის იყო პეტრე სახელოვანი მხედართმთავარი ბიზანტიის იმპერიისა. იმხანად ომი ჰქონდათ არაბებთან, არაერთი სახელოვანი გამარჯვება მოუტანა სამეფოს აღდას, მაგრამ ერთხელაც ის ტყვედ ჩავარდა, დაადეს ბორკილები და ხუნდები და ბნელ დილეგში შეაგდეს. უმძიმეს პირობებში. ხშირად იყო მშიერი, წყურვალი, ხან სიცივე აწუხებდა, ხან სიცხე და ბორკილები, რომელიც მას ეტყოდა. რა დაინახა რომ მისი განთავისუფლების არანაირი იმედი და საშველი არ არის, შეუშინდა რა სიკვდილს მხოლოდ მაშინღა მოიგონა წმინდა ნიკოლაოს საგვირელთმოქმედი და გულის სიღრმიდან დაიწყო ვედრება მის მიერ რომ მისთვის ნაცნობი გზებით გაენთავისუფლებინა ამ პრობილებისაგან და მართლაც ერთხელაც ლოცვის შანსს მას წარმოუდგა წმინდა ნიკოლაოსი და ესე იგი უთხრა რომ შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვა ვედრება, ჩემ მიერ თავისუფლებას განიჭებ შენ. ოღონდ ბერად უნდა აღიკვეცო. ამას თავადად აძლევდა აღთქმაში წმინდა ნიკოლაოსი, თუ კი გამათავისუფლებ, ბერად აღიკვეცები. მაგრამ ადამიანი როგორია, როცა უჭირს ღმერთს მოუხმობს, როცა დაილხეს, ღმერთის ავიწყდება და მიცემული აღთქმებს. ასე დაემართა პეტრესაც. არც თუ დიდი ხნის შემდგომ მან დაივიწყა ეს აღთქმა და კვლავინდებულ ცხოვრებას მხედართმთავრისად დაუბრუნდა და ღმერთის ნიშნებით ისევ არაბებთან ბრძოლაში იგი შეიპყრეს და უფრო უმძიმეს პირობებში ჩააგდეს დილეგში. აი მხოლოდ მაშინ და იქ მოაგონდა თავისი აღნათქვამი ღმერთის წინაშე და წმინდა ნიკოლაოზისა და ეცრებლიანი თვალებით როგორც უფალს ესრე წმინდა ნიკოლოზ ატიებას შემდგომს ევედრებოდა. მისი ცოცხალი რწმენისა და გულდუღარების გამო სინანულისა მას კვლავ ერთხელ წარმოუდგა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა მე მოღარ მევედრები, რადგან შენ აღთქმა გატეხი. ჩემზე უფრო ახლოს ღმერთთან არის შიომეონ ღვთის მიმრქმელი. მას უნდა ევედრო რომ გაგანთავისუფლოს ამ ტყვეობისაგან. მართლაც იმ დღიდან და იმ წამიდან პეტრემ იწყო ლოცვა როგორც ნიკოლაოზის, ესე შიომეონ ღვთის მიმრქმელის და მართლაც გამოცხადება ჰქონდა, ცხადში მან იხილა როგორც ერთი ისე მეორე, რომელსაც ბორკილები დააკრევინეს და უბრძანეს რომ შეზღომოდნენ და გაიყვანეს იმ მხარიდან რომის გზაზე დააყენეს და უბრძანეს რომ რომში ჩასულიყო. მართლა ჩამოვიდა რა რომში, იახლა რომის პაპს, მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ ლათინები და ესე იგი აიღო ლოცვა კურთხევა და აღიკვეცა ბერად და დაადგა გზას ათონისაკენ. საერთოდ ამბობენ ეკლესიის ისტორიაში წერია ბიზანტიის რომ პირველ მოსახლე იყო პეტრე, მაგრამ არის გადმოცე რომ ათონის პირველ მოსახლეები იყვნენ არა ბერძნები, არამედ იბერიელი, ქართველები. და მერე უკვე მოვიდა პეტრე და ასე შემდეგ. ისე რომ სარელ ადგილას როგორც ითქმიან ხოლმე არ მოსვლან. ესეც სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ ღვთისმშობელ მარიამის განსაკუთრებული სასწაულება ჰქონდა ჩვენს წინაპრებს იბერიელებს და არაფერი უჩვეულო იმაში არ იყო რომ ათონზე ჩასულიყვნენ და დასახლებულიყვნენ იქ. მაგრამ როგორც ხედავთ ამ ბერძნებმა გვიან ხსულება საბოლოოდ ფეხი ამოგვიკვეთეს. ეხლა აი ერთი პატარა ეკლესია სამლოცველო გაიხსნა იქ ღვთისმადლით და ასე შემდეგ.
ასეთი სასაულის მაგონდება წმინდა ნიკოლაოზის ცხოვრებიდან ალექსანდრიის მახლობელ ერთ-ერთ კუნძულზე, ხმელთაშუა ზღვაზე, იყო ერთ-ერთი ღვთისმოსავი ადამიანი, საკმაოდ შეძლებული, რომელმაც ახალი სახლი აღიშენა თავისთვის და ჩავიდა ალექსანდრიაში და ალექსანდრიის ეპისკოპოსს და კლიროს სამღვდელოებას თხოვა, რომ მისთვის სახლი ეკურთხებინათ. ეპისკოპოსი დათანხმდა ამაზე და თავის თანასამომდლებთან ერთად გაეშურა კუნძულისაკენ. მართლაც აკურთხეს სახლი, დიდებული სუფრა გაუწყო სტუმრებს და როდეს თქვენ იცით, რომ სახლის კურთხევის დროს არის ერთი მონაკვეთი, როცა საქმეველი უნდა აკმიოს მთელ საცხოვრებელ სახლში და ერთ-ერთ ოთახში რომ შევიდა, სადაც წმინდა ხატები ჰქონდა დაბრძანებული ამ ღვთისმოსავ მასპინძელს, იქ ნახა წმინდა ნიკოლოზის ხატიც. და ეპისკოპოსმა რომ შეხედა, ირონიულად თქვა, ვინ არის ეს გლეხუჯაო? წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედიო, ჩამოხსენი აქედანო. და გაატანენა მორჩილების გამო ვერ გაბედა უარი ეთქვა, თუმცა გულით უვარდა წმინდა ნიკოლოზი, მაგრამ ადგა და სხვა ოთახში დროებით გადაიტანა, ვიდრე ესე იგი წავიდოდნენ სტუმრები. მოკლედ, იტრაპეზეს ბოლოს გამოეშურნენ სახლისკენ. ზღვაში არიან, მისურავენ. სრულიად, ესე იგი დაწყნარებული ამინდი, მოულოდნელად საზარელი ამინდით შეიცვალა. ატყდა ზღვათა ხელვა და წყალს უსხავდა გემბანზე. შეშინდა. პირველივე ტალღა ეს ეპისკოპოსი ზღვაში გადააგდო და იხრჩობოდა. და მოულოდნელად ეს წამებში ხდება, რა თქმა უნდა. მოულოდნელად დაინახა, რომ ტალღებზე დგას წმინდა ნიკოლაოს საკვირველთმოქმედი და ხომ ხედავს, ეს ის ნიკოლოზია, რომელიც შეურაცხო, მაგრამ ეს ის ნიკოლოზია, რომელიც ტალღაზე დგას და არ იძირება. და შეეზახა ხელება ამ პრობილმა, შემეწიე მეო. წმინდა ნიკოლოზმა მშვიდად უპასუხა, კი, მაგრამ როგორ შეგეწიო, მე ხომ გლეხუჯა ვარ. მოაგონა ის თავისი ცოდვა და ესე იგი პატიებას თხოვა. ეს წამის ყოფებში ხდება, რამდენს მოასწრებდა, როდესაც შეინანა წმინდა ნიკოლოზმა მეხსაშინა განართხა ხელი, ამოიყვანა და დასვა გემბანზე. დაბრუნდა თუ არა ეპისკოპოსი ალექსანდრის პირველი რაც გააკეთა, კურთხევა გასცა ხატწერზე, რომ დაეწერა წმინდა ნიკოლოზის ხატი და დაასვენა საკათედრო ტაძარში. უამრავი სასწაულები, ამ დილასაც გადავიკითხე მისი რამდენიმე სასწაული, ძალიან შორს წაგვიყვანს მონათხრობები, რომ აურაცხელია მის სასწაულებს. საერთოდ ყველაზე მეტი სასწაულები დედამიწაზე, აი რომ ვაკვირდებით, ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისაგან, წმინდა დიდმოწამე გიორგისაგან, დიდმოწამე და ესე იგი ბარბარესაგან, ნიკოლაოს საკვირველთმოქმედისაგან და არის კიდევ ყველა წმინდა ზალუს სასწაულის მოხდენა და შეწევნა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად ღვთის განსაკუთრებული განგებულებით ეს წმინდანები უფრო მოხშირებით ახდენენ სასწაულებს. ერთ-ერთი თანამედროვე შედარებით 10 წლების წინ მოხდა სასწაული ეს უჩვეულო ძალზე, როდესაც უკვე რევოლუცია მომხდარა რუსეთში, ათეიზმი ბობოქრობს, სარწმუნოება იდევნება და ასე შემდეგ და ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ღვთისმოსავი დედაკაცის ცხოვრება და რომელიც ღამისთებიან ლოცვაზე წავიდა, დარჩა მისი ქალიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ესე იგი მოეწვია თავისი მეგობრები. ქალიშვილები მართლაც მოიწვია, ყველა თავის შეყვარებულთან ერთად მოვიდა საქმროსთან და მხოლოდ მისი შეყვარებული არ მოვიდა, ეს დიდად განიცადა და როდესაც ყველა ცეკვა დაიწყეს ამ წყვილებმა, ადგა და ესე იგი დედიკოს ხატების კუთხიდან წმინდა ნიკოლოზის ხატი აიტაτα და ესე იგი მასთან ერთად დაიწყო. მე ამას ვეცეკვებიო. ეს იყო რა? არაწმინდა კადნიერება, სიგლისპე, რომელიც დაუშველი არ დარჩებოდა და არც დარჩა. ამის შემდგომ ზოია ერქვა სახელად. ზოია დგომა ქვია ამ სასწაულს ალბათ იცით. ზოია გაშეშებული იყო თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ნემსებს უკეთებდნენ, ტყდებოდა, ვერც აჭმევდნენ, ვერც ასმევდნენ. ქვად იქცა ზოია. უამრავი ხალხი დაიძრა მისკენ, მეტადრე ათეიზმის ბობოქრობის ჟამი იყო, როგორც გითხარით, დრო იყო, მაგრამ ესე იგი ათეიზმმა ხელისუფლებამ დააყენა მილიციის კორდონები, რომ არავის შესულიყო. ერთადერთი ვინც შევიდა მილიციის გარდა და გამოვიდა ზოიასთან, იყო რომელიღაც მოხუცებული თეთრი წვერით, რომელიც აღმოჩნდა წმინდა ნიკოლაოს საკვირველთმოქმედად, რომელიც რამდენჯერმე იახლა ზოიას
და მშვიდად კითხა. შეახსენა ის ცოდვა. ხვდები ზოია, რა დაგემართა, რატომ დაგემართა? ზოიას დუმდა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით და შუამდგომლობით, რომ ეკლესიას ლოცულობდა ზოიას მთელ მხარეს, მთელ ქვეყანაში განითქვა ეს ამბავი. ესე იგი, ლოცულობდა ეკლესია, რომ ღმერთს შენდობა მიეცა ზოიასათვის. ეკლესიის შუამდგომლობით და წმინდა ნიკოლაუსის წმინდა ლოცვებით ღმერთმა შეუნდო ზოიას. და როდესაც ჩვეულებრივი იერი და ბუნებითობა დაიბრუნა ზოიას სხეულმა, დაეკითხნენ, რას განიცდიდი? როგორ მოხდა, რომ არაფერს არ ჭამდი, ვერ გაჭმევდი, შენ კი ცოცხალი ხარ. და მაშინ ზოიამ უთხრა, რომ რაღაც მტრედის მაგვარი ფრინველები მოფრინდებოდნენ და ბაგეზე რაღაცას მადებდნენ, რომელიც იყო უტყბესი. ამგვარად უჩვეულო სახით, საბურავი სახით ყვებავდა ღმერთი წმინდა ნიკოლაუსის ლოცვით. და ესე იგი, როდესაც ზოია გაქვეყნებული იყო, დროდადრო ის იწყებდა წივილ კივილს, ჯოჯოხეთზე ლაპარაკობდა, როგორი დაჯებიან ცოდვილისულები და ყველა სინანულისკენ მოუწოდებდა. მაგრამ როგორც სალმონშია ნათქვამი ჭეშმარიტების მღაღადებელს, იმ შემთხვევაში მოციქულებს საზოგადო ეკლესიაზე ვინ ისმინა ჩვენი? დღესაც უამრავი სასწაულები ხდება სხვადასხვა გზით, მაგრამ გონს მოდიან ადამიანები, როგორც იპოლიტე რომაელი წინასწარმეტყველებდა, გაჩაღდება რომ ომები ერთი სახელმწიფო მეორესთან იბრძოლეს, მესამე და მეოთხე სინანულში არ ჩავარდებიან, არა თუ არ ეცდებიან რომ ომი დაასრულონ, თავადაც ჩაებნიან ომში, ვიდრე საკუთო მსოფლიო ომი არ წარწმებს კაცობრიობის უდიდეს ნაწილს. ის რაც ამოკითხული გვაქვს წმინდა წიგნები და რა თქმა უნდა ღრმად შედის გულის სიღრმეში, მაგრამ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს და განცდებს იწვევს პირადად რაც გარდახდება ხოლმე ღვთის მადლით. ვარ ახალი ნაკურთხი მღვდელი თავდაპირველად პატრიარქმა გამგზავნა დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც უწინ ვიდრე ეგზარქოსების მმართველობა დადგინდებოდა ჩრდილოეთიდან, იყო ივერის ღვთისმშობლის ტაძარი სახელობის. და მოკლედ არ ვიცი, 3 ან 4 თვის ნაკურთხი მღვდელი ვარ, ახალი ნაკურთხი ვარ, საკმაოდ გამოუცდელი და ასე შემდეგ. და ერთხელაც უკიაზე მღვდელი არ იყო, ავად შეიქმნა, არქიმანდრიტი გაბრიელი იყო მაშინ თუ არ ვცდები, ბოშებს, მართლმადიდებელ ბოშებს, მოლდაველებს გარდაეცვალათ ახლობელი, წესის აგება უნდა და იქ უნდა დაეკრძალათ, მიასვენეს, მღვდელი არ არის, ერთ სიტყვით ჩვენს წინამძღვარს მამა გრიგოლს თხოვეს, რომ რომელიმე მღვდელი მისულიყო წესი აეგონ წესი შეესრულებინა გარდაცვლილისათვის. რა კი ყველაზე უმცროსი ვიყავი, სულ 3 მღვდელი ვიყავით, 2 უფროსი, ასაკითაც და ხელდასხმითაც, ბუნებრივია მე გამაგზავნეს. მანამდე კუკიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნამყოფი არ ვიყავი, ვიდრე წესს აუგებდი, მოვილოცე ტაძარი და განსაკუთრებულად დიდხანს გავჩერდი წმინდა ნიკოლოზის ერთ აი დაახლოებით ამხელა ხატი არის, ცოტა შეიძლება უფრო დიდი წმინდა ნიკოლოზისა და როდესაც მასთან ლოცულობდი, რატომღაც ძალიან კაცრი გამომეტყველება ჰქონდა. ეხლა ამას რატო უსვამ ხაზს? მოგვიანებით როცა ვიყავი წლების შემდეგ, ასეთი კაცრი გამომეტყველება ვერ ვნახე მაშინ და ძალზედ გამიგვირდა. აი თურმე რას ნიშნავდა მისი ეს კაცრი გამომეტყველება. წესი აუგი ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში, საღამოთი დაღლი დამაშროლი, ბევრი სხვა მსახურებების ავასრულე, მაშინ ნაკლები იყო ტაძარი და მეტი იყო მომსვლელი, განსაკუთრებით სამღვდელო წესებზე, მცირე მსახურებებზე და ესე შემდეგ, გარდა მაგისა წირვა ლოცვა და სხვა. მოკლედ იმ ღამით, როცა წესი აუგი კუკია მოილოცე, წმინდანის ეკლესია, ძილსა შორის ესე იგი ვხედავ უჩვეულო რაღაცას. კუკიის სასაფლაოა, ოღონდ გარედან ძალზედ მაღალი გალავანია, რომელიც სინამდვილეში არადროს ქონია კუკიის სასაფლაოს და ეკლესიის გუმბათი ჩანს. და ვიღაცამ ხო მაღალი იყო ეს გალავანი, ხელები გადმოიწვინა, შანს სამღვდელო იყო, ანაფორის ბოლოები ჩანდა. გადმოიწვინა ხელში ვეება, წითელი, დეზებიანი მამალი ეჭირა, გადმოაფრინა გალავანზე და ხმამაღლა დაიძახა. ნიკოლოზ ეკო იყო. თვალები ღია დამჭა უჩვეულობისაგან. მამა ჩემი ამ დროს იყო უკვე მომაკვდავე, დაახლოებით თვენახევარში ერთ თვეში, შეიძლება ცოტა მეტი გარდაიცვალა კიდე. უпроსტად მამა ჩემი მალევე გარდაიცვალა, ამდენიც არ გასულა, შეიძლება ერთი დღეც არ გავიდა და ესე იგი დედა ჩემს მეუბნები, რომ მეკითხები, რომ
რამე ხო არ ქონდა შეთქმული წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ახლა ვიფიქრე, ალბათ რომ შეიძლება შეუთქვეს რაღაც ხალხურად იციან ხოლმე. ფრინველის, ცხოველის შეთქმა, სანთლის, ლოცვის, ლიტანიოვის, მოხდით ჩოფით შემოვლის და სხვა და დედაჩება მითხრა რომ მე და მამაშენმა მამალია ამოთქვითო წმინდა ნიკოლოზო, მაგრამ აბა როგორ შევასრულებ შვილოს თავზე ვადგება 24 საათიო. გადავწყვიტე რომ მშობლების აღთქმა შემეძლო საქმე მამალში და ცხვარში კი არ არის. აღთქმა რომ მიეცი ღმერთს, უნდა შეასრულო. იმიტომ რომ მაგას მე მოსდევს თუ არ შეასრულებ განსასწრებით. ცხოვრობდნენ რუსთავში, მათთან ვიყავი მეც, ჩემს ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად. ჩამოვედი, კორპებთან იყო გაჩერება, კოლმეურების მოედანთან. ახლოს იყო ბაზარი. ავედი ბაზარში, პირველ სართულზე ძველ ბაზარში თუ გახსოვთ, გალიები იდგა ფრინველის, თათბები იყიდებოდა და ასე შემდეგ. შევედი თუ არა, პირველივე გალიას, რომელსაც მოუყარი თვალე, ზედ მიწევნით ისეთი მამალია, დიდი დეზებიანი და მრისხანეთ მიყურებს. გალაქტიონის ლექსი რა აპარტავანი თათარიო რა დაახლოებით ამგვარი მამალი და გამიხარდა ძალიან რომ ძალიან გავდა სიზმარში ნანახს და ეს სიზმარიც აღარ იყო ხდებოდი ჩვენება იყო სიზმრეული და მივედი და პატრონს კითხე რა ღირს მეთქი ჯიბეში სულ 20 მანეთი მიჭყავდა მაშინ შედარებით ბევრად ვიდრე მთელი თანხები 2 კაპიკი შემოსავალი ჰქონდათ მამას ვახმარდით და თამამად კითხე რა ღირს მეთქი და 20 მანეთი. ვიფიქრე ახლა მე რომ ამაში 20 მანეთი მივცე, სულ 20 მანეთი მაქვს. ტაქსით უნდა წავიდე, არც ვიცი სად არის ეს კუკია, წესიერა, ფეხით ვერ მივაყნე და ას ტრანსპორტი რომელი მიდის და მოკლედ აი ესეთი მსჯელობაა ჩემს თავში და გული დამსდა და ბოდიში მოუხადე და გადავედი მოვძებნე მსგავსი მამალი, ოღონდ უფრო მცირე ტანით. ნუ უხალისოდ ვიყიდე, ტაქსი გავაჩერე, ესე იგი წავიყვანე, შევწირე გოგის სასაფლაოსი ჩავაბარე მე დაბლაგებელს და დავბრუნდი დიდუბის ტაძარში. წავედი დიდუბის ტაძარში. ახლა რა ხდება? რომ ეს არ იყო მკნარი სისმარე. იმ ღამით ხედავ რომ ჩემს საწერ მაგიდასთან, სადაც მე ბავშვობა გავატარე ამ მაგიდასთან, ჩემი მეგობარი იყო, ჩემი მაგიდა, ხედავ რომ ზის წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლაოსი. მარჯვენა ხელი მაგიდაზე, სამღვდელმთავრო შესამოსელშია. მაგიდაზე უდევს სკამზე ზის, რომელიც მე მქონდა იმ სკამზე ზის და კაცრად მიხურებს. სიგე რომ დავაკვირდი, ვირზე ვიცანე რომ კუკიაზე რომ ნახე წმინდა ნიკოლოზის ხატი, ეს ის იყო, იქიდან იყო. ეს გონებაში, სიზმარში. და მუხლებზე დავეცი და მაგურთხე მეთქი წმინდა ნიკოლოზს. ზედაც არ შემომხედა. ისეთივე მკაცრი გამომეტყველებით მიმზებდა. შევშინდი და წამოვდექი და უკან დავეხი. ამით მორჩა სიმრებული ჩვენი. 3 ღამე ერთი და იგივე მეორდება. ჩემს მაგიდასთან კაცრი გამომხედა ჩვენ მესამე როცა ვნახეთ ჩემი ძმაც იყო აგაგი ჩემს გვერდით. და ორივე კურთხევა ვითხოვე, ჩემი ძმა აკურთხა, მე არ მაკურთხა. სხვა შორის ჩემი ძმა დღეს ისიც სხვა მიმართულება ჰქონდა. ფილოლოგი იყო და კარგი მომავალი ესახებოდა, შოთაძე ძიგური რო იყო აკადემიკოსი ენათმეცნიერების კათედრაზე, ამბობდა რომ შენს ნაცვლად შენ უნდა დარჩეო ამ კათედრაზე. ახლა ის ღვთის სიტყვას გადაგებს და მე ვფიქრობ არც თუ წმინდა ნიკოლაოზის ლოცვა კურთხევის გარეშე. მოკლედ მოხდა ასეთი რამე. რამოდენიმე დღით ადრე აქამდის ჩემს მშობლებს მამაჩემი მეტალურგი იყო კადრის და უნდა მიიღოთ ბინა. ვიწრო ცხოვრობდით, 3 შვილი გაგზავნა სივიწროებში და ახალ რუსთავში უნდა მიიღოთ 60-იან ბინა, უკვე გასაგები უნდა მივსულიყავით 3-4 დღის შემდეგ აღვიღო. ეს აღთქმა რომ არ შევასრულე. სწორედ ამ 3 ღამის სიზმრის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს რომ თქვენ ბინას ვერ მოგცემთ. ოღონდ ვერ ხსნიან. ვიკითხებით რატომ? ვერ ხსნიან, უბრალოდ ვერ მოგცემთ. მე დედაჩემს ვთხარი თავი დაანებე მეთქი. წმინდა ნიკოლაოსი ნაწყენი მეთქი და ალბათ ამის გამოა ეს. რომ ამას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და ასე და ამგვარად წმინდა ნიკოლოზზე გამიმართლდა ყურადღება. მოხდა ისე რომ პატარა სადიაკვნე იყო დიდუბის საკურთხეველში, სადაც ძველი საეკლესიო ნივთები იყო შესამოსელი და მათ შორის ერთი სქელტანიანი წიგნი ფოლიანტი რუსულ ენაზე, რომელიც ზერელად ჰქონდა ნანახი და ერთხელაც აი ამ მოვლენების შემდეგ
მამა გრიგორი წინამძღვარი მეუბნება მამა არჩილ დაალაგეთო ეს სადიაკვნე და ეს იგნი გაუჩინარებული იყო საკმაო ხანს სწორედ მაშინ როცა ვალაგები ხელს შემდგა ეს იგნი გადავშალე და პირველივე ბევრი სხვადასხვა მოთხრობა იყო სხვადასხვა წმინდანებზე თვალი რაზეც გაჩერდა იყო წმინდა ნიკოლაოზის ცხოვრება თხოვე წინამძღვარს როცა დავალაგე და სახლში წავედი და ხარბად წავიკითხე წმინდა ნიკოლაოზის ცხოვრება განსაკუთრებული სიყვარული და შიში გამიჩნდა წმინდა ნიკოლაოზისა ეხლა კიდევ რა მოხდა ამასთან დაკავშირებით ესე იგი გავიდა ესე იგი 2-3 დღე იმ სიძვრებიდან ჩვენებებიდან რაც გითხარით და დიდუბის ეკლესიაში საპატრიარქოდან მოიტანეს სხვადასხვა ხატები საეკლესიო ნივთები გასაკიდად სოფრინოდან მოსკოვიდან მოქონდა თავისი მაშინ არ ქონდა საპატრიარქოს და ესე იგი როდესაც გავიგე მეორე დღეს მივედი და ვკითხე მესანთლეს ვეკითხები აბა რომელი ხატები გაგვაჩვენა უამრავი ხატები იყო წმინდა ნინოსის წმინდა გიორგის მაცხოვრის ღვთისმშობლის არ დაგრჩა მეთქი ერთი მაინც შეგენახა ჩემთვის და აი ეს ხატი დამრჩაო და ესე იგი გადასია ფარდა პატარა ფარდა იყო იმის უკან და წმინდა ნიკოლოზის ხატი შემომყურებს ნუ ეს ყველაფერი იქსოვებოდა ჩემს გულში სიყვარული სიტყვა იმ დროს იხატებოდა დიდუბის ეკლესია და ესეთი დიდი შტაბეშილების ქვეშ ვიყავი წმინდა ნიკოლოზისა რომ ერთი ნიშიღა დარჩა მოსახატი და თხოვე ხატებს თუ შეგიძლია წმინდა მე მეთქი გათხოვებ წიგნს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება თავადაც მოუყევი მისი ცხოვრებიდან და სასწავლებიდან და დღეს დიდუბეში მოხატულია ეს ნიში წმინდა ნიკოლოზის ფრესკითა და ცხოვრებით ამის შემდგომ მღვდელი ვარ უკვე და აი პატრიარქმა დაახლოებით 2 ან 3 წლის ნაკურთხი მღვდელი ვარ მორჩილება მომცა რომ ყოველ სამშაბათს უნდა ვისულიყავი დიდუბის ტაძრიდან სიონში საღამოს 7 საათისთვის სადაც პატრიარქი უკუმეტესად პატრიარქი იხდიდა ივერიის ღვთისმშობლის წინაშე დიდ პარაგლის შემდეგ 3 ქადაგება უნდა წარმოგვეთქვა ერთ-ერთი მე აუცილებლად ასე მაგურხება ერთი რომელიმე როლისთვის შემერჩია და მესამე დამასრულებელ ქადაგებას პატრიარქი იყო ძირითადში ასე სრულდებოდა და ესეთ ერთ-ერთ სამშაბათის წინა ღამეს ხედავთ როცა სამშაბათი თენდება ხედავ ასეთ უჩვეულო სიზმრულ ჩვენებას სიონში ვარ თითქოს ივერიის იმ ღვთისმშობლის ხატის ვარ დაჩოქილი ეს ის ხატია რომლითაც მუდმივად მაგურხა ამ ხატთან პატრიარქ ადრე როცა უარი თქვა ჩვენს მუდმივად კურთხევას და სიზმრეულად მაგურხა ეს უძღვოდა ცხადში კურთხევას აღარ მინდა ეს აღწერილი მაქვს ზღვაურში და ალბათ საკითხულისაგან მოკლედ ამ ხატის წინაშე მოხმადრებით ლოცულობდა ბაქსოს რომ აი რა სიტყვებზე გამახვილდა ყურადღება რომ ცოლი და შვილები მოიხსენენ მოხს ვიღაც უკან კაპანდარა გამხდარი მონოზონი მხარზე მორიდებით მადებს ხელს და მეუბნება მამა არჩი დედა ღვთისას ყველა უნდა ვევედოთ რა თქმა უნდა მახო მაცხოვარი მოხდა ჩვენ მაგრამ როდესაც შენ კონკრეტული სათხოვარი გაქვს შენი პირადი აი ამას უნდა ევედრებოდი ოდნა მოვკიდა მარჯვენა ხელში მორიდებით იმიტომ რომ მონაზონი იყო და მე მღვდელი კეთილ მოგრძალება იგრძნობოდა ამ ყველაფერში მოვკიდა წამომაყენა დიდი სვეტია თქვენი სითორი სიონში რო შეხვალ ერთი არის მარჯვნივ სადაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატია მეორე არის ივერიის ღვთისმშობელი დღემდის დასვენებული და შემომატარა ეს სვეტი და უკან მიმიყვანა და დამაჩუქა თავდახრილი მორიდებით ვიუყვებოდი მას რა აი როგორც შველი გაყვეს შვილის ნუკრი გაყვეს თავის დედას და როდესაც დამაჩუქა და გამშორდა მორიდებით ავწიე თავი და ხედავ წმინდა ნიკოლაოზის დიდი ხატია იქ დასვენებული სინამდვილეში აქამდე ის ხატი წმინდა ნიკოლაოზი არ ყოფილა დასვენებული დღეს იქიდან აქამდე არის დღეს დასვენებული ესე იგი პარალელურად რა მოხდა თურმე პატრიარქს ეჩვენა წმინდა ნიკოლოზი ეს ხატი იყო მის სამლოცველოში მის პირად კაბინეტში წმინდა ნიკოლოზი ეჩვენა და უთხრა რა შეგიკეტია ჩემი ხატი სამლოცველოში ჩაიტანე და სიონში დაასვენე და უბრძანა სად უნდა დაესვენებინა ესე იგი სადაც ვნახე მასაც იქ უბრძანა და დაასვენა სამშაბათი გათენდა მსახურობდი ტაძარში ჩვენთან დიდუბეში საღამოსთვის მოვედი რომ ვიქადაგო და დაუშვო პარაგლის შევერტყვა მეც და როდესაც შეულების პარაგლისამდე უნდა მომეღოცა ტაძარი სახტად დავრჩი როდესაც იმ ადგილას ვნახე წმინდა ნიკოლაოზის სწორედ ის ხატი როგორც ვნახე სიძველურ ჩვენებაში
ესე იგი, როგორც მითხრა, როდესაც პირადი რამ გავს სათხოვარი, ამას იმ დღიდან აქამდე განსაკუთრებულ შემთხვევაში წმინდა დიდუბდელთავარს ვევედრები ჩემს ცოდვილისათვის და მიმაჩნია, რომ ჩემი ფარველი ეს რწმენა განმიტკიცა შემდეგმა გარემოებამაც. კერძოდ, საკმაოდ დიდი ხნის წინ თუ გახსოვთ თქვენ, რუსთავის ეპარქიამ მოითხოვა, რომ შენ ხარ ვენახის ხატი გადაგვესვენებინა ერთი კვირით რუსთავის ახლა დაგებულ ვახტანგ გორგაცლის სახელობის ტაძარში. ეს მრევლიდან ბევრი გამოყვა და ალბათ ბევრს ახსოვს ეს. მანამდე რა მოხდა? მამა გიორგი პაპიაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი თანამსახური არის წირვაზე, რომელიც ჩვენი სულიერი შვილი იყო, ჩვენი რეკომენდაციით რუის ეპარქიაში მეუფეიობა აგურთა ჯერ სამგდელო დიაკვნად და შემდეგ მღვდლად. და განაწესა ერთ-ერთ სოფელში, სადაც ახლად გასული ტაძარი იყო, მაგრამ თითქმის ხატები არ იყო. და შემომითხოვა, აქ ჩამოვიდა კიდეც მამა გიორგი, რომ თუ შეიძლება მამაო, რომ ორი რომელიც ვთქვათ მაცხოვრის თიშობ რომელიმე ხატები რომ ესე იგი შემოწირო თუ ამ ტაძარს. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მე არ ვკითხე აზრი პატრიარქს. მოვალე ვიყავ, ის არის გარდა ყველაფრისა ჩემი ეპარქიის მღვდელმთავარი. თუ ჩავთვალე, რომ ეს არაარსებითი იყო, მაგრამ ასე როდით იყო და უყარი. აი ეს ორი ხატი როა პედრე პავლესი და იქით ნიკოლაოზის. ეს აქ იყო ადრე უსული მრავალსართულიანი კანკელი, როგორც იციან. ნაწილი ამ ხატების თხოვეს ჰერეთში, საინგილოში, მამამოსემ თხოვა, რომ აი ტაძარი გაეცდა არ გვაქვს და ეს ყველა ხატი იქ გავაგზავნე, დავტოვე მხოლოდ 4 ხატი. ეს არის მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის მიმადლებული ზეცა საკურთხეველში შევასვენე და ამასაც თავის ისტორია კრატომ და რისთვის და ეს ორი ხატი დავტოვე. ეს ორი ხატი რატო შევასვენე? როდესაც დიდუბის ტაძარში ვიყავი და უკვე ჩემი შევიწროება დევნა დაიწყეს, თუ სამგდელოთა დამლაგებლით ჩათვლით რა, წინადღიდან არ მოყვები ამ ისტორიას რა და როგორ, საერთოდ როგორ იყო, ან უნდა გადაგაკეთო თავის მანერაზე, ან უნდა გაგრიყო და პირველს რო ვერ მიაღწიეს, მეორეში აღმოჩნდი. მაგრამ როგორც ითქვა, ხოლმე სადაც არ აჩვენს, გაცლა შევსო და ასე და ამგვარად მე ამას იუმორით ვამოვთორე რა. ჩემმა გულმა შეიყვარა, შეიტყო დიდუბის ეკლესიის მეტადრე რომ დიდუბის ღვთისმშობლის ნაკურთხი ვიყავ. ხო და ერთი სიტყვით თავი მიკრეს გორში, სადაც ახლად ეკლესია ექნება, ბევრი, ესე იგი ჯარში იმსახურობდი პირველი 6 თვე და ესეთი უჩვეულო წარწერა ვნახეთ ხიმგარადოკი ერქვა, ესე ქიმიური ქალაქი. და ესე იგი წარწერები იყო სხვადასხვა რა, ასე თქვა. და პროპაგანდული ხასიათის და ეპმანკაზე ეწერა მერზე ნაკაწრი იყო რომელიღაც რუსი ჯარისკაცის. Кто не видел горы, не знает горы. სიტყვათა თამაშია, ვისაც გორი არ უყურებს, სიცარი რა არის, ანუ არ გაიგებ. ზამთარი იყო აუტანელი რა. სულებში და რბილში, ძვალში და რბილში ატანდა და ბევრი სიცარე იყო ჯარის საკურებანი და აღარ მოუყვები ამ ყველაფერს. მადლობას ვეუბნები დღეს უფალს, რომ ეს სიცარი გავიტანე. რომ სიმწრის გავლით იგებს ადამიანი ბედნიერების გემოს. უკლეთ რო გითხრა და გასაგებად. ერთხელაც აქაც მამა ექვთიმე არქიმანდრიტი იყო ავად მორჩილის ბედია ეგ. აქაც მე გამომაგზავნეს საფლავის კურთხევას. აი ონკანი რო არის გაუქმებული, იმის უკან არის ის საფლავი, ესეც მახსოვს დღემდე. და მამა გრიგოლმა რა თქმა უნდა მე გამომაგზავნა საფლავის საკურთხევლად. ვიდრე მოვიდოდრე ჭირის უფლები მიმიყვანე მე ხო არ ვიცოდი სადიღო კონკრეტულად ტაძარში შევხვდეთ ესე დამითქვეს. ამოვედი აქ, ესე იგი ორადორი ადამიანი რუსები იყვნენ, მაშინ დამლაგებელი და მესანთლე, ოლგა და ალექსანდრა. დარაბებით იყო დაფარული, საფხული იყო, დაბნელებული იყო, ერთადერთი კანდელი თუ შუაში ოდნავ ჟუტავა დანათებდა ტაძარში. შენზე ძალიან მისტიური შთაბეჭდილება დადუა ყველაფერმა. განსაკუთრებულად გულმოდგინე თვილოცი აქ იყო მაცხოვრის სიხათი კანკელში და ღვთისმშობლის აქეთ და თხოვე, უკვე რომ ხედავდი რომ ავიწროებდნენ და ესე თხოვე რომ ისეთი სიმშვიდე ვიღზენ, ისეთი სიმყუდროვე, ისეთი მადლი ამ ტაძარში ღმერთსა და ღვთისმშობელ მარიამს ამ წმინდა ხატებთან თხოვე რომ თუ ოდესმე გადაყვანა მომიწევს დიდუბიდან გადამიყვანე, თუმცა მე ეს არ ვიდა შენ ხომ ისი უფალო აი ამ ტაძარში მომიყვანე და ისი აგიხდეთ ყველაფერი სამარი ჯერ გორში გორიდან აქ ერთ-ერთ დარაბაზე რომელიც აი აქ იყო მაგ დარაბაზე
დაიწერა ღვთისმშობლის შეხარვენახის ხატი. როცა ფიცარს ვეძებდით რომ დაგვეწერა, მაშინ ნაკლებად იშვებოდა და ნაკლები ამის სპეციალისტი ასე ვთქვათ, სახატე ფიცრები გაეკეთებინა, ირაკლი მითხრა ხატწერმა, ვინც დაწერა ეს ხატი კურთხევით, რომ აი ეს გამომშრალი იქნებოდა, რადგან შორს ვეძებოთო და მართლაც ხელოსას გადავეცით ეს ჩვენი ბრეული იყო, შეგვიქმნა სახატე ფიცარი და აი მაგ ფიცარზეა დაწერილი. დაწერის ფულის ხატის არაჩვეულებრივად მოვიდა. გადატრიალებაში დარებით ისე იგი წიმეწლები იყო, ახალი მომხდარი იყო, გაჭირვება იყო და ჩვენი ბრევლის და თურმე ამას უთქვია მისთვის რომ ფულს ვერ ვსვავლოთ ხატით დავწეროთ და შეუთვალა და ერთ-ერთი დიდი ბაზრობის ფლობელები იყვნენ ეს ქართველები, ამისი დადა სიძე და გამოგზავნეს $100 მაშინ იყო, რამეს $1000 შეიძლება მეტიც იმ გაჭირვებაში. აი იმისი შემოწირულობით დაიწერა თანახეთ შეუთვალე ევრომ მითხრა და კითხი აბა რა უნდა მეთქი რომ ღმერთმა აქ მოუხსენოს თუ იქ მოუხსენოს არა კეთილგონიერი ადამიანი აღმოჩნდა აქო მამაო შემომითვალა ღვთისმადლით ყველაფერი მაქვს თუ შეიძლება იქ მომიხსენოს უფალმა და იმისი სახელი წავაწერეთ უკან ხალხს როგორც შემომწირველისა რომ ღვთისმშობელმა მარიამმა მოიხსენოს ღვთის წინაშე ინოქვია სახელად ეს ადამიანი მოკლედ რაც შეეხება პეტრე პავლესა და წმინდა ნიკოლოზის ხატებს გული მეთანაღრებოდა რომ რუსული ხატწერის სკოლის მიხედვით სკოლაშია დაწერილი რაღაც ეს ხატი კი არის მაგრამ თითქოს ფერწერაში უფრო გადადის მეთქი აი ესეთი ჭოჭმანი მქონდა გულში იჭვნეულობა და როდესაც მამა გიორგი მთხოვა ცოდვა გამხელილი ჯობი უთხარი რომ აი ეს ხატები და ერთი-ორი კიდე სხვა რაღაც შევწირე ხატი აღარ მახსოვს გაუხარდა რა თქმა უნდა და უნდა წაეღო არ ვიცი მოხისი თუ რომელი სოფელია რუისურნისის ეპარქიისა იმ სოფელში მაგრამ ღვთისგანგებულებით ისე მოხდა რომ ტრანსპორტი თურმე ვერ იშოვა და ერთი თუ ეს ხატები დასვენებულიყო გუდანის წმინდა გიორგის ეკლესიას წინამძღვარი ჩვენი ყოფილი მრევლი იყო და მეგობრობენ დღემდე ერთმანეთთან ისიც გიორგია ესეც ხო და აი შენხარვენახის გადასვენების დღეს გადავწყვიტე რომ დაბრუნებული იყვნენ ეს ხატები როგორ მანამდე ორი კვირით ადრე მოდის ერთ-ერთი რუსი დედაკაცი ქართულად ლაპარაკობს, ოღონდ აქცენტით, რუსული აქცენტით. პეტრე მამაო, მალპატია თუ შეიძლება გაგიკვირდეთ ან ხიბრში ჩამომართვათ, სულიერად განათლებული ადამიანი ჩამდა ეკლესიური მორწმუნე, მაგრამ პეტრე და პავლე მოციქულებმა გამომაგზავნეს ადიო მამა არჩილთა წინამძღვარიაო და უთხარი რომ ეს ხატიო პეტრე პავლესი და წმინდა ნიკოლოზის დააბრუნოს უკან. ჯერ ისედაც ბრძოლები მქონდა დაწყებული რომ პატრიარქს არ უკითხე მართალი კარგად მოვიქეცი თუ არ მოვიქეცი მართალია მთლად კაც ხატწერის კანონებით არ არის შესული მაგრამ ხატია წმინდანების და ესეთი ბრძოლები მაქვს და ამ დროს მოდის დედაკაცი წარმოვიდგინეთ და დამემართებოდა სრულიად უცნობი ადამიანი პირადად ჩვენ არ ვიცნობდით და მეუბნება ამას გნებავს ირწმუნეთ გნებავს რომ ბოდიში უკურთხევა იყო და წავიდა არაფერი არ დამუწია გამიძლიერდა უფრო შინაგანი იჭნევლობა და ბრძოლები და აი მოდის სხვა დედაკაცი ეს ის რუსი ოღონდ სულთად ლაპარაკობს ქართულად და მეუბნება მამა არჩილო არ ვიცი ირწმუნებ თუ არაო მაგრამ წმინდა ნიკოლოზი მეჩვენაო სიზბრეულად და მითხრა რომ ადიო პეტრე პავლეს წინამძღვართან მამა არჩილთა და უთხარი რომ პეტრე პავლეს ხატი და ჩემი ხატი დააბრუნოს სადაც იყო ტაძარში უკან და ამას იქით იცოდეს რომ ეს ჩემი ხატი ანუ წმინდა ნიკოლოზი მითხრა არის მფარველი როგორც ამ ტაძრის ისე პირადად მამა არჩილის სასწრაფოდ და ეს დღე დაემთხვა როცა უნდა ხატი წამესვენებინა რუსთავში შეხარვენახი უკვე ხალხია მოსული და ერთ-ერთ მათგანს არჩილს მრევლიდან ხო შენ ხო მანქანაკავდა ძალიან თხოვ მეთქი რომ თუ შეგიძლია რომ ეს ხატი ჩამოგვისვენო მაინც დაუბრეკე მამა გიორგის და უთხარი რომ ხატი იქ ჩაასვენე რომელი სოფელია რომ იქ გავგზავნო არაო მამაო მოდის ვიხდიო რა ურჩობასავით გამომივიდაო ტრანსპორტი ვერ ვიშოვე და გლდანის წმინდა გიორგის ეგ ძალიან კარგი რომ ვერ მოახერხე მეთქი და 40 წუთში ხატები დაბრუნებული იქნა ტაძარში ეს არ არის ყველაფერი თანამედროვე სასწაული ერთ-ერთი ჩვენი მრევლი იყო მესანთლე მერე მონოზმა წავიკვეცა ათ უკვე გარდაცვლილია ქრისტინაშია წარდგარი მაგის მამ როცა გადატრიალება მოხდა და ბევრს უჭირდა გადაწყვიტა რომ ნაძალადებში თავისი კერძო საკმაოდ დიდი სახლი გაეყიდა
პატარა სახლი ეყიდა და რაც დარჩებოდა სხვაობით წამოეწყო რაღაცის ნივთებით ვაჭრობა, რომ ოჯახი ერჩინა უბრალოდ. და ეს ზედმეტი ფული ასე ვთქვათ, რაც დარჩა, იყიდა რა პატარა ბინა შედარებით, თავის მეგობარს გაატანა რუსეთში, რომ რაღაც საქონელი უნდა ჩამოეტანა და აქ უნდა ევაჭრა თვითონ. არ მახსოვს მობილური ტელეფონები თუ რა, ზუსტად არ მახსოვს. ხო და გავიდა რამოდენიმე დღე და მეგობარი ურეკავს და ეუბნება, რომ მატარებელში დამესხნილი თავს, უკვე რუსეთში ვიყავით გადასული და წამართვეს ჩემი ფული, ჩემი ფული. ახლა წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა რა. საგუნებელში ჩავარდა, როგორ უნდა იცხოვროს, ოჯახი, შვილები როგორ შეინახოს, მოხუცი მამა ყავდა და ასე შემდეგ. და დიკოლოზობა იყო და ამოვიდა აქ თავის დასთან. წირვა რომ ნახა, წირვაზე გაჩერდა, აი მათ სტუაში შემოსასვლელში იყო გაჩერებული. წირვის ბოლოს იქ რაღაც ჯრიამული გაისმა. ერთი მნათი გავაგზავნე, ვერ დაწყნაბდნენ, მეორე და ასე შემდეგ და ბოლოს რომ მოვჭი წირვას, ესე იგი გავედე და ცოტა არ იყოს კაცრად კითხი, რა მოხდა მეთქი, წირვა არ იყო დასრულებული, ასეთი ჟრიამული ხმაური, აი მამაო მესანთლებ, თავად მოусმინეთო. და გიორგი ქვია სახელად და მოусმინე, რას მეუბნება. ხერო წმინდა ნიკოლოზის სასწაულებს ყვებოდითო გულში საბრალობლად შევთხოვე წმინდა რა იქნება წმინდა ნიკოლოზ რომ მეც დამეხმარო ხომ იცი რა გასაჭირში ჩავარ სიტყვები არ მქონდა დამთავრებული ტელეფონი დარჩა ჩართული მესიჯი მოუვიდა თქვენი თანხა დაბრუნებულია და მისამართია სად უნდა იყოს მისი თანხა დაბრუნდა წავიდა და აიღო არ იყოს სასწაული ყვები ამ დროს წმინდა ნიკოლოზის სასწაულებს წმინდა ნიკოლოზ შეებედა ეგეც არ არის საგვარელმო ყველაფერი მანამდე აქ საკურთხევლის კარებთან მოხდა სასწაული. ესე იგი, წმინდა ზიარება მივიღეთ ლებმა, უნდა გამოვიდეს სამადლობელი ლოცვის შემდეგ და ვარ მოსული ამ კარებთან. ჩრდილო ესე იგი სამხრეთის კარებთან. დამეწია ჩვენი მრევლი გიორგი, რომელიც ახლა აკადემიაში, სასულიერო აკადემიაში ასწავლის, მაშინ სტუდენტი იყო, პროფესორი და მეუბნება, მნათე იყო ჩვენი მამა არჩილა ეს წერილი გამოგზავნეს ნიუ-იორკიდან. ვთქარი რა დროს წერილია შევ ხედავ ქადაგებაზე არა უთხოვეს რა შეიძლება დაშინებით თხოვეს რომ წაიკითხოს მამა არჩილა. ნუ რა კი დაშინებით ითხოვდა ესეც ცოტა უკან შევდი ფეხი კარი მოხურე მრევლსობა დაენახა ამოვიდე კონვერტი და კითხულობ წერილს. მამა არჩი ჩვენ ნიუ-იორკელი მორწმუნეები ვართ. წმინდა ნინოს მრევლი. ეს წმინდა ნინოა, სადაც ერთ-ერთი ასლი, რომელიც მამა თეოდორე გიგნაძემ დაიწუნა, წირავდა იმ ტაძარს ჩვენ აშენებელს, ჯვართამაღლების და არ მიიღო. ეს ხატი გავატანე ქაშვეთის ერისთავის, რომელიც გიორგში მიდიოდა და წმინდა ნინოს ეკლესიაში მამა ალექსანდრია კურსელები ვიყავით სასულიერო სემინარიაში, ერთმანეთის გვერდით ვისხედით და იქ შევწირე მე გავატანე ამას და იმ ხატთან მოხდა სასწაულები. ეს ყველამ ნახა. კათოლიკებიც კი მოდიოდნენ და ნახულობდნენ ბაპტისტები და თუ მართლა ხდება სასწაული. მე მომიყოლიათ ახლა თავს აღარ შეგაწყენ. შობის ყვავილები ყველა ესე იგი ყველა ხატ შეწირეს, მათ შორის ახლა ყველაზე მეტი 2-3 კვირა ცოცხლობს ეს ყვავილები. შობის იმიტომ რომ შობას ირამენ, მაშინ ყვავილდება ეს. აყვავილდება ხოლმე და წელიწადზე მეთხანს იყო აყვავებული და არ გამხმარა ეს ყვავილი. ოთახი ის არ იყო ცალკე მდგარი ტაძარი, რომ ღია ყოფილიყო. კვირაში ერთხელ აღებდნენ კვირადღეს. დახუთულ გათხოვებაში და იმაში უხაერობაში და უწყლობაში იყო ყვავილი, იმიტომ გახდა ყველა დანარჩენი. და არ გახმა მხოლოდ ეს იყო ნიშსასწაული. მე მამა თემდორეს უთხარი რომ სინანული გაშენო და ისე რომ დაიწუნე, ციშობება ეკაჩვენა რა მადლია გამხაცმეთ. და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ჩვენ ნიუ-იორკელი მორწმუნეები ვართ, წმინდა ნინოს მრევლი, თქვენი მეგობრის მამა ალექსანდრე სულიერის შვილები. ჩვენ ვიცით რომ ბევრს თარგმნით. თქვენი ქადაგებები მაშინ ეგრეთ წოდებული კასეტებზე იბეჭდებოდა, სხვა საშუალება არ იყო, ხელიდან ხელში გადადის ჩვენთან და სულთმოუწყებლად ველოდებით, ვინც კი ჩამოვა ვაბარებთ ხოლმე რომ ჩამოვიტანოს ეს ქადაგებები, ამიტომ ჩვენ შევაგროვეთ თანხა და გიგზავნით ამას. არის ახალი მომხდარი შედარებით გაატრილება, გაჭირვება და ეხლა მე ბაბათე 5 შვილი მყავდა და ასე შემდეგ. ჩემი სახნავ-სათესი თქვენი გულებია, სხვა სამსახური მე არ გამაჩნია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე შემოსავლის წყარო. და
აი გიგზავნით სირეოდენ თანხას. ეს სირეოდენი თანხა წირვის შემდეგ მაშინ დრო არ იყო თulis, რომ დავთვალე იყო $3,000. $3,000 იყო ძალიან დიდი თანხა. ეხლა რა არის? რას უკავშირდება ეს შემოწირულობა? ეს ადამიანურ სიბრტყეში გითხარი. სწორედ იმ დღეებში დავამთავრე წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და სასწავლების ქართულად თარგმნა, იმიტომ რომ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს და მადლიერება მინდა ამითაც გამოვხატო ამ წმინდანის მიმართ. და წირვის წინა დღეს დილით, როცა უკვე გავიაზრე ქადაგებაში რა უნდა მეთქვა, რა თქმა უნდა იცოდე, ახლა გააღო პირი და იწყო ქადაგება, ეს არასწორია. ძირითადი, აი როგორც ძალიან ახლო მოდის გულთა მამა ალექსანდრე ელჩანინოვის დარიგებები, ქადაგებები მღვდლისთვის. ვიდრე ქადაგებაზე გამოხო, ეცადე შინაგანად სიმშვიდე მოიპოვა. აუჩქარებლად გამოდი ამბიონზე. ასე დეტალურ დარიგებასაც კი იძლევა. და ესე იგი ვიდრე ქადაგებას იტყვი, ესე ქადაგებას იტყვი, უნდა იცოდე როგორ დაიწყო ქადაგება. დაახლოებით უნდა იცოდე რა თქვა შუაგულ ქადაგებისა და მკაფიოდ უნდა იცოდე როგორ დაასრულა. ერთი სიტყვით ზევა დილა ნიკოლოზოვის როცა მორჩი ზიარების კანონს და გააზრებას რა ვიქადაგო და ფიქრობ ეხლა გულდაწყვეტი კი ვიშრომე მიცვალე ამდენი მთარგმნე როგორ დავბეჭდო. ეხლა მაშინ დაგეკითხვის კეთილ გონიერება დამაგეჩინათ და ასეთი ფიქრებიც არ გექნებოდა. ჯერერთი თავად თარგმნის პროცესი ჩემთვის არის სიხარულის და ნეტარების მომნიჭებელი და სულიერ სიცარიელეს მივსებს ესეც პასუხად გეუბნებით. მეორეც აი როგორც გალაქტიონი ამბობს, ხვალე მიზრუნო ხვალისაო. მეც ესე იგი უფალს მივანებე ჩემი საზრუნავი. როგორც ფსალმურში წერია, დაუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ. და ისი აგიხდათ ყველაფერი როგორც სიტყვია. ამის შემდეგ, ამ ფიქრების შემდეგ მოვდივარ წირავ ქადაგებ, იქ სასწაული ხდება შემოსასვლელში და საკურთხევლის კართანაც სასწაული ხდება. ასე და ამგვარად დაიბეჭდა და იმდენი დავბეჭდა, ეს იგი დღემდე არ გაყიდულა. თავიდან ძალიან იყიდებოდა, ეხლა თითქმის ყველას აქვს და ასე მათ შორის ალილოს მაღაზიას მართლმადიდებელს იმდენი დავბეჭდე. მე მეცაც გეტყვით საიდუმლოდ, თუ არ გამცემ რაც დარჩა, ჩემს შვილებს მოვახმარე. ესე რომ მონეტას ორი მხარე აქვს, საგვარეულო. ამან და ყოველივე რაც განვიცადე, რაც წავიკითხე, რაც გავიაზრე, შემატა სიყვარული წმინდა დიდი ღვთისმთავრის ნიკოლოზისა. ახლა თქვენ სარწმუნოებასთან ერთად სურს სადღესასწაულო სავედრებელი პარაკლისი აღუვლინოთ და შევავედროთ არა მარტო ჩვენი ტაძარი, რომლის მფარველიც არის წმინდა ნიკოლაოს საგვირაუდებელი პეტრე და პავლე მოციქულებთან ერთად, არამედ ესევე შევავედროთ ჩვენი საგვარელი პატრიარქი, სამღვდელონი და სამრევლონი, როგორც ძალბიც და სრულიად საქართველო, რომელიც დღეს როგორც ხშირად განსასწრებში არის. გონს მოიყვანოს ჩვენი გზაშეცდომილი ერიშვილები. ეშმაკეულობას დაეხსნენ და ქრისტეს შეურდნენ, რომელსაც მხოლოდ საშვენის პატივი, დიდება და თაყვანისცემა თანამამი და სული წმინდით აზდამარადის და უკუნითი გულისამდე ამენ.